როდესაც შენ ესეთ რამეს მოისმენ, როგორც გიგანაძე არის, მე მესმის შენ რა მოგწონს. თავიდან ბოლომდე ეს მიუღებელია კაცო. ეს აჯანსაღებს მართლმადიდებლობას. როგორც მაგალითად კომუნისტების გაჯანსაღებაზე მომისმენია ბევრი რამე. აი მე ვარ ნამდვილი კომუნისტი ერთმა მითხრა. აი ეს მე პატიოსანი ვარ, ეს უპატიოსანი. მე კი ვეუბნებოდი მართაც რომ თვითონ ეს კომუნიზმის ცნება, კომუნისტობა, სოფხედულობა ძირშივე მიუღებელია, იმიტომ რომ ეს არაფერთ არ შეიძლება დაიყოს ორად. პატიოსანი კომუნისტი, უპატიოსანი. შენ თუ პატიოსანი კომუნისტი ხარ, ეს იმიტომ რომ არა ხარ ისეთ მისადგომებთან, სადაც შენი პატიოსნებას ძალა გამოეცლება მეთქი. უბრალოდ შენ ამით შეკაიფებული ხარ. ჩააფიქრებდა ადამიანს, მე ზოგი მეკამათებოდა რა თქმა უნდა და მართლაც პატიოსანი იქნები, მაგრამ რომ არაფერი გასახანი არ აქვს. აი ზემოთ რომ მიხვალ, სადაც გასახანი არის, ეგ რა არის? აი გასახანი ნიშნავს ხარ ფულთან. არ წაიღებს სახში? არა გაქვს ხელფასზე ხარ და ეს რო შეიმუშავე პატიოსანი და ამით სუბლიმირებ და იცი რა არის? ამით ახალი ერთგვარ კომპენსაციას იკეთებ. აი ის გათახსირებულია. მე უფრო კაი კომუნისტი ვარ. მე იმის ადგილზე კარგად ვიქნებოდი. აი იმის ადგილზე შენც ისეთივე იქნებოდი. მე ამას ვიძახდი სულ. ანალოგიური გადმოვიტანოთ ამ კაცთან. ეს მართლმადიდებლობას კი არ აკრიტიკებს. ეს აკრიტიკებს მართლმადიდებლობაში არაწესიერ მღვდლებს. აი კატეგორიულად მეუღებელია. იმთავითვე მართლმადიდებლური სოფხედულობა ეს არის აი ეგ რო იყოს პატრიარქი, ისევე მოიქცევა. ეგ რო იყოს უფრო მაღალ ეშელონებში იმამაცაღლებს. ეგ არის კაცი, დაბოღმილი, არაფერს არ იპარავს, თავისთვის არის ხელფასზე, არავინ არ იცის რა ხელფასია, რომ გაუბედურებული კაცი არის და ბუნებრივი ეს ალაპარაკებს მას. მაგას არ ალაპარაკებს მოყრჭებული სიმდიდრე. მოყრჭებული სიმდიდრე კაცმა რო ამოწურეს, იმას მე უგებ რატომ არ არის კაი სიმდიდრე. კაცი რომელმაც სიმდიდრე გაიარა, გადაყარა, აი იმის ფილოსოფია ჩემთვის მისაღებია. ნახეთ, იმან ბედნიერება ამაში ვერ იყო სოლომონი მაგალითად, ხომ? სოლომონი უკვე რატომ არის მისაღები ჩემთვის? ყველაფერი იგება ამ კაცმა. და როდესაც მე ლაპარაკება ამავებათა 100%-ით მჯერა მაგაც. 1000-ით. თან ღმერთი ლაპარაკობს მაგის პირით. ხო და უკვე ჩემთვის ეს ავტორიტეტია და აღარ მექნება ის ილუზია. აი სიმდიდრეში იქნება ჩემი ხსნა, ჩემ თავში. რა ერთი მე ვიყო მანდ მე ვნახავ ეგრე ვიქნები? ეგრე უნდა იყო თუ ნორმალური ადამიანი ხარ. და აი ესეც როგორ არის, იცით, აი რაღაცნაირი ბოღმები აქვს, ცოტა ისეთი არის მღვდლების კატეგორია, რომელიც არიან დუმილის ბიჭები, ეს არის ცოტა მოქაქანე ბიჭების კანტორაში ის. მაგრამ ამის ლაპარაკი არის დაუკავშირებელი. ჯერეთი ციტატები ვერ გაიხსენა. არაფრით არ იპატიება ადამიანს ლაპარაკობდეს ბიბლიაზე, სახარებაზე და 80% იქიდან არ მოდიოდეს მაგალითები. ამან ერთი მაგალითი მოიყვანა და ვერაფრით ვერ გაიხსენა ქრისტეს როცა იძახის, რომ თუ თქვენი ცოდნა არ აღემატება ფარისევლების ცოდნას, სადაც უპირველეში ვერ შეხვდეთ. ამ კაცს მეს ვერ მოიყვანა ეს, მაგრამ იბლუკუნა. ვერც თავისუფალი ციტირებით, ვერც აი აერია ტვინი. შეეხო თუ არა ქრისტეს წაიბორძიკა. დანარჩენი იყო სულ რაღაც მიდებული მოდებული. დოსტოევსკის მაგალითი აბსოლუტურად უადგილო ადგილზე მოიყვანა. ნიჩეს ერთი რამე გაუგია ნიჩესგან, ღმერთი მოკვდა. ამ დროს სხვა რაღაცა არის ნიჩეს თელი შემოქმედება. ამას არ იცნობს ეს ნიჩეს. ეს არ იცნობს დოსტოევსკის შემოქმედებას გამოწვლილით. ყურმოყრული სადღაც რაღაც და ჩააყვეხა თავის იმაში. ქართველმა ხო იცის იქიდან აიღებს თავისაში გადმონერგავს. მაგრამ მან დრო კითხვა დაუსვა. ამდღარ იყო ვინმე და კითხვა დაესვა. ამას რყევას განაცდევინებდა. და მოგეხსენებათ, სამღვდელოებას აქვს ერთი მაგიური, აი მართლმადიდებლურ მღვდელს აქვს მაგიური რაღაც ფენომენია თუ რაღაცა. არ არსებობს ვინმე კითხვა დასვას. თუ კითხვა დასვა ვინმემ და ამან გასცა სულელური პასუხი, მსმენელი მაინც ამას იღებს როგორც ესია საჭირო. ეგ არის უცნაური. სხვას ეკამათებიან. ყველაზე ინტელექტუალურ პიროვნებასაც შეებმევიან და წინ მღვდელი დგას დებილი და არ მოსდის ადამიანს თავში კითხვა დაუსვას და ცოტა აზროვნება წინ წაწიოს. ამიტომ არის რომ ეს მღვდლები არ ილესებიან. აუდიტორია თუ არ გლესავს, შენ დაჩლუნგდები. ეს მჭიდრო კავშირშია აუდიტორია და თვითონ აი ეს ვინც აუდიტორიას წინაშე წარდგენილი არის ამ შემთხვევაში ლექტორი იქნება მქადაგებელი თუ ვიღაცა. ამან ქადაგება დაარქვა იმას, რაც ელემენტარულად სოციალურ ენაზე ქვია ბოდვები. აი იქიდან აქ მიმოიხილა ბიბლიიდან არაფერი არ განუხილია. ამისთვის პატრიარქი არის შეუვალი, ავტორიტეტი, სხვა დანარჩენები არიან თავიანთ და იმას არ ასრულებენ. თან კიდე ახლა გადახედა, გადმოხედა, ამით ახლა რომ ეს სკოლა აქვს, მინდიაშვილის სკოლა აქვს ამას. ლაპარაკი. და ამით იზიდავს. სხვა მღვდლები მოგეხსენოთ არ ლაპარაკობენ. რიტუალებში ზიან, მივა მოვა პატარა ინტიმური რაღაცებია დავალები და ეგრეთ წოდებული სტატუსი მოძღვარი.
კატეგორიულად ეს თემები არ განიხილება და როგორ შეიძლება ადამიანმა რამე მოაგვაროს თუ ადამიანი არ შეიცვალა. პრობლემა ხო ადამიანის შეცვლა. მარქსმა ვითხრა ეს რომ გარემოს შეცვლით შეიცვლება ადამიანი, მაგრამ გამტყუნდა. გარემოს შეცვლით ადამიანი არ შეიცვალა. შეიცვალა ცარიზმის რუსეთი, უკეთესი, მაგრამ პრობლემად იყო. რანაირადაც არ უნდა შეცვალოთ თქვენი რემონტის სახლის რაღაცა, თქვენი პრობლემად დარჩება. რომ თავარი არის ადამიანი. მარქსმა ადამიანზე არ აიღო აქცენტი. მისთვის თავარი იყო სამყარო, კოსმოსი, გარემო და ადამიანი იყო დამატება, ეპიფენომენი იყო ამ სამყაროსი. ეს მეორე ხარისხოვანი იყო. ქრისტიანობამ დაგვიყენა ასეთი საკითხი. წამყვანი პირველი არის ადამიანი. თუ ადამიანი არ გამოიცვალა, გარემო არ გამოიცვლება. ადამიანში მოხდა პრობლემა, ცოდვა დაცემო, სამყარო გაყვა ადამიანს და ისეც დაექვემდებარა რა ცოდვას. და ბუნებრივი ცარი ასე უნდა იყოს. ადამიანი ესე იგი ცოდვილი ადამიანი არაფრით არ შეიძლება არაცოდვილ გარემოში მოათავსო. ავტომატურად ამას ის მოყვა ცოდვა დაცემას ადამიანისას, რომ ლანდშაფტი ჩვენი ზუსტად ადეკვატიური არის იმ ფსიქიკისა, რომელსაც ცოდვა დაცემული ადამიანის ფსიქიკა ქვია. აი მაშინ გვიხდება ჩვენ ბრძოლა. კონფლიქტი არის იმ გარემოსა და ადამიანის შორის, მაგრამ გარემო არის არა განსულიერებული, არა სუბიექტი, არამედ ობიექტი. ამიტომ არის იგი იმდენად უხეში მოუდრეკავი, რომ ღმერთმა სწორედ კანონები, რომელიც დადებულია ამ უხეში ცოდვადაცემული სამყაროს შესამეცნებლად, რათა ჩვენ გავიოლოთ გარკვეულ დრომდე, სათასაცმელო შესასვლამდე გარკვეული დრო არის მოცემული აქ, ცხოვრება გავიოლოთ, აწესებს ნიჭიერ ხალხს და ნიჭიერ ხალხი ღმერთთან თუ არის, აი მათ აძლევს ამ კანონებს. ისინი გარემოში ვარ ეს კონფრონტაცია დაპირისპირებული, ამას არ ბილებს. სხვა არაფერი, მეტი არაფერი არ შეუძლია ადამიანს. ჩვენ კი სატანამ ილუზია შემოგვიტანა იმისა, რომ ეს მარადიულია, ეს არის მუდმივი, ადამიანი აქ არის განწესებული, როგორც მეორე ხარისხოვანი. თავარი არის წინამხელა ჯართი. ჯართი, რომელსაც კოსმოსი სამყარო ქვია. შენ ვინ ახარ? არაფერი. მარქსის უცნაურობა კიდე იმაში მდგომარეობა, რომ ესე იგი სუბიექტს, განსულიერებულს, ესე იგი პიროვნებას ვერ შეცვლი. ამიტომ მარქსისთვის განსულიერებული არ იყო კოსმოსი და სამყარო. ეს იყო ისეთი რამ ბოლომდე ვერც გაარკვია მან და ადამიანი დასახა მოაზროვნეთ და ადამიანს შეუძლია აი ეს გარემო გარდაქმნას და ამით გაიუმჯობესოს ცხოვრება და უკეთესი გახდეს. გამტყუნდა მარქსის იდეები. ადამიანი მაინც პრობლემებში არის. გარემო გამოიცვალა ადამიანმა, ესე იგი ტექნიკური გარემო შეცვალა. ის ანტურაჟი დღეს ჩვენ რო გვარტყია გარს, აბსოლუტურად არ იყო მე-15 საუკუნეში. დღეს არის აბსოლუტურად ტექნიკური გარემო. გაადვილებულია ყველაფერი, მათ შორის ისეთი ვიტალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, როგორც არის ჭამა-სმა და თუნდაც სექსუალური ცხოვრება, რომელიც წარმოუდგენელი იყო ადრე. მაგრამ ადამიანი მაინც პრობლემებში არის. ესე იგი, ესეც არ არის მისანიშნებელი იმისა, რომ ღმერთის სიტყვა მარადიულია. ადამიანს აქვს პრობლემა. იგი არის ცოდვა დაცემული, იგი დაშორდა ღმერთს. ღმერთის გარეშე აკეთებს ყველაფერს და ვერ გაურკვევია 7000 წლის მანძილზე ღმერთის გარეშე მაინც ვერ გააკეთებ ვერაფერს. სულ იქნება გაუთავებელი დაუკმაყოფილებელი გრძნობა. თაობა მიდის, თაობა მოდის. ცოდვილი თაობა მიდის, ცოდვილი თაობა მოდის. რიგში წმინდანები კი არ მოდიან, ისევ ცოდვილი ახალი თაობა მოდის. და აი ეს ცოდვილი ადამიანები, რომელმაც შეიმეცნეს, დამსახურებული, სტაჟირებული ცოდვილი ადამიანები, რომელმაც მეტნაკლებად ზოგმა შეიმეცნა თავისი ცოდვის შედეგები, ღმერთს აღიარებენ და გადიან სცენიდან. შემოდიან ცოდვადაცემული ხალხი. და როგორ შეიძლება რაიმე იყოს აქ? როცა ერთი არის და მოგვიმზადა გარემო, გასაგებია ჩვენ ვართ მასთან, ის გვასწავლის რა როგორ და ათვისებულია ყველაფერი. მაგრამ თაობა მიდის. აი კომუნისტური თაობა წავიდა. სულ სხვა თაობა შემოდის. ამ თაობას უფრო უჭირს ვიდრე კომუნისტურ სივრცეში რიგით, თქვათ კომუნისტს, რიგით ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილი ქონდა სამუშაოს პრობლემა და საჭმლის პრობლემა. ამაზე ის არც ფიქრობდა. იმას უნდა მეტი მოთხოვნილებები ქონდა და მეტი მოთხოვნილება ახლა ეგრე არ არის. აუცილებელი გაქვს ქონდათ მეტნაკლებად, ეგ პრობლემა იქ არ არსებობდა. დღეს დააკვირდით, ადამიანი გადახვეწილი არის. თუ სახლიდან 2 კილომეტრზე მუშაობდა, ახლა სახლიდან 5000, 10000 ყველა კაი ვარიანტში 2000 კილომეტრზე მუშაობს. საშინელება არის და მუშაობს უკვე საზღვარ გარეთ. თავისი ცნობიერების საზღვრების გარეთ გავიდნენ, თავისი ფსიქოლოგიის საზღვრების გარეთ, ეთნოს დემოგრაფიული საზღვრების გარეთ და ეს არის ტანჯვა. და აი პურის არსობისას უკვე, თან პური არსობისა ქართლს ესმის კომფორტაბელური გაგებით და არა აუცილებელი მოთხოვნილების გაგებით, გადიან შორს და ესე იტანჯებენ თავს. ამ კაცს
აი ჩვენ ვლაპარაკობთ და მოусმინეთ ამას. აი ესეთი სიღრმისეული ისენი არ აქვს. ეს გამაჯანსაღებელი არის იმ ატმოსფეროსი, რომელიც საქართველოში გაამფებული. ამან პრობლემას ვერ წოდა ბოლომდე. პრობლემა იმაში არის, რომ ადამიანის დამოკიდებულება ღერხთან სწორი არ არის. მთელი საქართველოს მართლმადიდებლობაშია. მე მღვდლები მართლმადიდებლობაში, ესე იგი მღვდლებს აბრალებ ახლა იმას, რომ პატიოსანი არ არის თორე ყველაფერი გზე იქნება. პატიოსანი იყო კომუნისტებიც. პატიოსნებას ქადაგებენ ისინიც. უპირისპირებდნენ მაგას ისეთი ხალხი, ვისაც ზედმეტად თავი პატიოსანი ეგონათ და აი იმიტომ არ მიდის საქმე, რომ შენ პატიოსანი კომუნისტი არ ხარ. და ამიტომ არ მიდის. და მართლაც ბევრი იყო ძალიან პატიოსანი კომუნისტები. გელმანმა თავის პიესებში სწორედ ეს წარმოაჩინა. პატიოსანი კომუნისტი და არა პატიოსანი. და პატიოსანი კომუნისტი როგორც გიჟი ისეა გამოყვანილი მათ. გახსოვთ ჩვენ ქვემორი ხელის მომწერნი. ეს პიესა ძალიან ძლიერი პიესა. ასევე მე-13 თავმჯდომარე. ესეთი პიესაც არის, არ ვიცი წაკითხული გაქვთ თუ ნანახი გაქვთ. რომელიც ჩამოთვალოთ საბჭოურ სივრცეში ამ პრობლემებს რო უტრიალებდნენ. მანდაც იყო მთელი საბჭოური ლიტერატურა, მთელი საბჭოური პიესები და რაც იყო ეს ხელოვნება შემოქმედებითი სფერო რომ მუშაობდა, გაჯანსაღებას ემსახურებოდა, მარქსიზმის გაჯანსაღებას. გამოვიდა რამე? დაემხოთ თავს. აი ახლა გადავიტანოთ მართლმადიდებლობაში. გონიათ განსხვავებული ეს, ა? დარწმუნებული ხარ, რომ სიკვდილის მერე სიცოცხლე გრძელდება? ჩვენ ქართულ სივრცეში სულ ყველა დარწმუნებული იყო, რომ სიკვდილის მერე გაქრება. და ბუნებრივია, აქედან ადამიანის საშინელი კონკურენცია ამან და ერთხელ ვარ და უნდა ვიცხოვრო. კითხვა როგორ არის დასმული? თუ გჯერა და დარწმუნებული ხარ, მაშინ გადმო აფრქვია შენი რწმენის შეხედულებები, ცნებებს ჩამოასხი და გამაგები ნეგაცო. თუ ეს არ მოძებნა ადამიანმა თავის თავში, როგორ შეიცვლება? პრობლემა საქართველოში რო არის, ამ პრობლემას გვერდს უვლიან. ამ გოგონამაც რო იჯდა იქა, იცი რა 19 წლიდან მოძღვარი მყავს. იცი აი ამაზე ხო ხისტად დაისვა საკითხი. აი ამას არ შევეხოთ. ესე იგი კონიუნქტურაში ზიხარ. არა ხარ შენ თავისუფალი. შენი აზროვნება, განთავისუფლება არის მაგიური არის. აზროვნება რაღაცა როგორც იტყვიან, გაყინულია და რაღაც ერთ სფეროში შიშს მოიცავს. შენ ცნობიერებაში გაბატონებულია შიში. კითხვა დაისვა ნორმალურად, პასუხი რო უსმენდი და რა გულს მოგხვდათ. აბა განავითარი ხლე ესა. ყველაფერი რიგზია მათ. მე მოძღვარი მყავს და მე მოძღო 19 წელი და არასოდეს მოძღვარცავ ჩემი ოპოზიცია მისაღებია მისთვის. ვერ ყოფილა კაი მოძღვარი, შენი ოპოზიცია თუ მისაღები არის. ჯერ ერთი მან ბიბლია არის შენმა მოძღვარმა. არანაირად მოძღვარი ჯერ ერთი ქრისტიანულ სივრცეში ეს ცნება არ არსებობს. ეგ არის სისულელე, სოციალური ტერმინი ეს. სოციალური ინსტიტუტის წარმოშობილი ტერმინი. მოძღვარი მხოლოდ ერთია, ეს არის იესო ქრისტე. არ ყავდეთ სხვაო. რა მოძღვარია, რა დაგმოძღვრა? აი გეტყობა, რომ მართლაც ყავს ესეთი მოძღვარი. ვერ აზროვნებ, მოხვდა გულზე, დაიბოღმე. მეორე ადამიანი ვერ შეიყვარე, რას ლაპარაკობს, არც გინდა გაუგო ის, რაზე მსჯელობს. მე მაგ პრობლემებში შენ ცხოვრობ, ის კი არა, ვინც დაგელაპარაკა. შენ გამოითოფა მაგ თავს. მაგ კუთხით მოусმე იგანაძეს და რა ვიცი, აი ჯერ გაგებაში არ არის კაცი რა. გაგებაში ეგ ახლა ვიღაცისგან რაღაცისგან უყურებს, უსმენს, რა არის მოდაში, ცოტა გაღიზიანებულიც არის. გაღიზიანებული იქნება, მას არაფერი არ აქვს, ხოს ბევრი რაღაცეები აქვს. მალე უნდა რაღაც შიზოფრენიაში გავიდეს. არაინტელექტუალურიც არის, ესე იგი, მან საგანი არ იცის. მისი უბედურება არის მართლმადიდებლობა. ეგ იგივეა, კომუნისტი გვიკითხავდეს ლექციას პატიოსანურ კომუნისტობაზე, პატიოსან მარქსისტულ ეთიკაზე და გვეუბნებოდეს, რომ ის ხვები უპატიოსნები არიან. მე კიდე ძირშივეს ჩემთვის მიუღებელია. თუ დავრჩებით ამ ცნებაში, პატიოსან კომუნისტობაში ჩვენ წინ ვერ წავალთ. ეს გადასაგდები არის. ეს ძირეულად შესაძლებელი არის. აი რო იყოს პიროვნება, რომელიც მართლმადიდებლობას უარყოფს და მე რიწყებს საუბარს, ეს თვისებრივად განახლებული პიროვნება. პავლეს რო დაეწყო მაგალითად ფარისევლების დაყოფა, პატიოსნება და უპატიოსნებად. გამოვიდა რამე. თვითონ პატიოსანი ფარისეველი, პატიოსანი ფარისევლის სტატუსიდან კი არ აკრიტიკებდა ფარისევლებს. მთლიანად დიამეტრალურად ამობრუნდა ჩვენი პავლე, სწავლე პავლეთ იქცა, თვისებრივად ხარისხში ავიდა, იგი გამოიცვალა, დაიბადა და დაიწყო ფარისევლების მთლიანად იგნორირება. გაჯანსაღება, თქვა რომ ეს სწორი არ არის. ამით თქვენ ვერ შეხვალთ იქ. ეს სიცოცხლე აქ არის. ვიგრძენი იძახის პავლე, მე შევიგრძენი ეს ქრისტე შეხვდა და დაიწყო ამან ხარება ქრისტესი. ფარისევლები ამას არ აკეთებდნენ. ფარისევლები ელოდებოდნენ მხსნელს. მხსნელი კი მათთან იყო, ჯვარზე გააკრეს, ვერც გაიგეს, ვერც პავლემ მათ რიცხვში ვერ გაიგო, მაგრამ
ერჩვენე დღეს პავლეს დამასკოს გზაზე ქრისტემ უთხრა ეს რომ შენ ვისაც ელოდებოდი მე მოვედი და შენ დამდევ. რატო დამდევ? აი პავლეს გაუნათთა თავი. აღარ დაიწყო მან ფარისევლური რელიგიის გაჯანსაღება, ერთი უპატიოსნი არიან, მეორე პატიოსნები. თორე ფარისევლებაში ყველა ის იყო პატიოსანი. წესებს ასრულებდნენ. მართლმადიდებლობაშიც ბევრი პატიოსანია დარწმუნებული ვარ წესებს ასრულებს. მანდ ახლა ქურდები არავინ არ არის, არავინ არაფერს არ იპარავს. მე მჯერა რომ იქ არც ერთი მღვდელი არაფერს არ იპარავს. მრევლს არაფერს არ წაართმევს, არაფერს არ მოპარავს, არ მოატყუებს. ისინი უბრალოდ არიან ცრუ რელიგიაში. მათი პრობლემა ამაშია და ამას ავრცელებენ. ცრუ რელიგია აქვს თავში, ცრუ რწმენა და ბოლომდე მათ არც ჯერათ თუ არის ქრისტე ღმერთი. და თუ ქრისტე ღმერთი არის, მაშინ თავიდან ბოლომდე მასთან უნდა იყო და ხელიდან არ უნდა გააგდო ის ღმერთის სიტყვა, რომელიც ბიბლიაში მოწოდებული. ესენი ამათ გაურბიან, წმინდა მამები არის, მათი ავტორიტეტი, საქართველოა, ტრადიციებია, ეთიკა არის. ნახეთ, მათ ყველაფერი ეს აქციეს სულ სხვა რამეთ. და ღმერთს დაშორდნენ ესენი. შიგადაში ღმერთს გაიხსენებ, როგორც თავის დროზე ლენინს ახსენებდნენ და სტალინს, მაგრამ ფეხებზე ეკიდათ ეგენი. ბოლოს იქიდან სტალინი საერთოდ გადააგდეს. ხანდახან ქრისტეს ახსენებენ, მაგრამ პავლე და ესენი გაწეული ყავთ, გვერდზე გადაყრილი ყავთ. მართლმადიდებლურ სიბრძეში პავლე შეიძლება სტალინად იყოს აღქმული და გადაგდებული და ბიბლია როგორც ლენინი. და ყავთ ისე გამოვიყენოთ ეს. არაფერი კი არ იცვლება. ქრისტიანობა კი არის ადამიანის ძირეული შეცვლა. თუ მე არ შევიცვალე, ვერანაირი ცოდნა ვერ მეშველის. გამოცვლა საჭირო. უნდა შევიცვალო, ჩემი აზროვნების სტრუქტურა, ყველაფერი ამოტრიალდეს, ამოყირავდეს. გადმოტრიალებული რო იყო, ხელახლა უნდა გავასწორო ურთიერთობა. და სწორედ ღმერთის სიტყვა ეგ არის. ქრისტე მეგვითხრა, მიგვითითა იმაზე, რომ თქვენი უბედურება არის იმაში, რომ ცოდვას ექვემდებარებით, ამის გამო ღმერთთან ურთიერთობა არა გაქვთ. თუ მე მიმიღებთ როგორც თქვენი ცოდვის გამომსყიდველი, მაშინ გაქვთ უფლება ღმერთთან იკონტაქტოთ. ვინც მიიღო ქრისტე როგორც თავისი ცოდვის გამომსყიდველი, მას ყოველგვარი კომპლექსის გარეშე, ყოველგვარი შუამავლის გარეშე შეუძლია წარდგეს ღმერთთან ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს და თავისი ზრახვები განაცხადოს ღმერთთან. აი ეს მუშაობს მე. სული წმინდის მეშვეობით. საქართველოში ხედავთ ეს არ ხდება. იმიტომ რომ ქრისტეს არავინ არ იღებს თავის მხსნელად. როცა მხსნელად არ მიიღებ ქრისტეს, შენ ისევ ადასტურებ მას, რომ ცოდვაში რჩები და თუ ცოდვაში რჩები, შენ მოძღვარი გჭირდება შუამავლად და არც დაფიქრებულ ხარ, ეს მოძღვარი რითგან სხვავდება შენგან. აი რითი? სტატუსირებული მღვდელი არის, განწესებული სოციალურ კიბეზე, რელიგიური იერარქიულ კიბეზე არის და იქიდან საზრდოობს, ეს მისი პროფესიაა. ის რაც რეალობა იყო, რაც ნამდვილია ყველა ადამიანისთვის აუცილებელი მოთხოვნილება, ამ გარკვეულმა კლასმა პროფესიად გამოაცხადა. და ასწავლიან სხვებს. არა და ყველასთვის ეს აუცილებელია. ეს სავალდებულოა. თუ არ გამოიცვალა მრევლი, მოძღვარი ვერ უშველის. მოძღვარის ინფორმაცია რიტუალებზე, ლოცვაზე, როდის რა დღესასწაულია, რომელ წმინდანთან უნდა ვილოცოთ, აბა ეხლა რა უნდა ვთქვათ და მე განსაკუთრებით ლოცვებში რას ეუბნებიან მათ, რომ აიცი საკეთილდღეო რაღაცების თხოვნა. არაფერი ადგილიდან არ იძრება, სტრესი მატულობს, ნელ-ნელა მოიმატებს და ბოლოს მორწმუნეები ჩვენ იქნება სტრესირებული პიროვნებები, რომლებიც ერთჩვენერ დღეს ის ამოხეთქავს ყველაფერი ეს და აჯანყებები დაიწყება. აუჯანყდებიან ღმერთს. ასეთი მდგომარეობა ჰქონდათ ძალიან ძლიერ ინტელექტუალურ პირებს, განათლებულ ხალხს, რომლებმაც გაიარეს ეს სემინარიები, სასულიერო სემინარიები და სტრესი მიიღეს იქიდან და ბოლოს მოგვივლენენ მეამბოხეებად და ღმერთი გამოაცხადეს როგორც დარი არსება, სასაცილოება და დაიწყეს უღმერთოდ ცხოვრება. გადაგებდნენ უღმერთო საზოგადოების აშენებას, ამან იჩინა თავი, მოვიდა იარა მარქსიზმამდე და მთელი პლანეტა დღეს ღმერთის გარეშე აშენებს ყველაფერს. დემოკრატიით იუმანებს და გზა და გზა ემატება ამას, სტიქიური უბედურებები, ეკონომიკური გაჭირვებები, გაუცხოებები, აღვირა ახსნილობა, ისეთ დონეზე არის უკვე თავისუფლება, ქალსა და კაცს შორის ზღვარი წაშლილია. აბსოლუტურად ეს არის რაღაც საშინელება. ადამიანი დაემსგავსა უკვე ცხოველს. მხოლოდ და მხოლოდ კმაყოფილებენ ვიტალურ მოთხოვნილებას. ფიზიოლოგიის დაკმაყოფილებას ემსახურება დღევანდელი პლანეტა. არანაირად არ ემსახურება იგი სულის ზრდას და განვითარებას. არანაირად არ უწყობს ხელს ადამიანებს იქით გადასასვლელად. არ მიუთითებს იქით ქვეყანაზე, რომ იქით ქვეყანა არის და ეს დროებითია. დროებით იმაში ნუ გამოიკიდებით ერთმანეთს და არ იყოს დაჭმა ერთმანეთსა. მთელი პლანეტის პრობლემა დღეს ეს არის. ელოდებიან ვერავინ ვერ გააკეთა, ვერავინ მიდის ნელ-ნელა და ანტიქრისტე მოდის, მოვა აუცილებლად და გადაუჭყვიტავს ელემენტარულად პრობლემას, შეიყვანს მოჩვენებით სიმშვიდეში პლანეტას 3 წელიწად ნახევარი.
ეს პრობლემები გადაიჭრება. აი ამას ელოდება ყველა. დააწყნარდებია 3 წელიწადნახევრით ხალხი, თუმცა სული როგორც არ ეკუთვნის, მაინც ცუდად იქნებიან. ისევ აირევა 3 წელნახევრის მერე და 3 წელიწადნახევარით მთელი არეულობა წავა. ეს ყველაფერი მოიცავს 7 წელიწადს. ხო, მიცით ეგა. გიგნაძე მეგეც არ იცის და 42 დღე თქვა, 41 დღე ყოფილა სატანა, 42 დღე ლენინი, პარალელებს ავლებდა უაზროდ და ბიბლიაში არსად არ არის 42 დღე, ის არის 42 თვე, რომელიც არის 3 წელიწადნახევარი. ეს ასეთ პიროვნებას არ ეპატება. თუმცა მან პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა, ვერაფერი ინჟინერი ვერ გამოვიდა, 90-იანი წლებია, სასწრაფოდ გადაჯდომა და მომენტალურად დურთა თავი სემინარიაში. გაიოლა ცხოვრება. და გზა და გზა მაგას თავი გაძვრება. არ შეიძლება ცხოვრების გაიოლებისათვის ღმერთთან მივიდეთ და ღმერთის სახელით სტატუსი მივიღოთ, ჩამოვიმხოთ თავზე რაღაცეები, მე ჩვენი ძალაუფლება გავავრცელოთ. და ამით ელემენტარული სასწრაფო ისენი გადავჭრათ, როგორც არის ჭამასმა. არავის არ შეერგება ესა. გულწრფელი არ ახარ შენ. შენ თუ გიყვარს ღმერთი, რა მოგიშვია წვერი, გაიკრიჭე. გაიხადე ეს ფართო, გამოდი და იყავი და წადი და მუშა იყავი. რომელი მწოდნე შენ ახარ ახლა ანათლებ ადამიანებს. დღეს განმანათლებულობა აღარ არის საჭირო. განმანათლებას 200 წლის ისტორია აქვს. ყველა მწერა კითხვა იცის. წიგნები ყრია, ვისაც უნდა შერგოს თავი და იმეცადინოს. შეიძლება შენი ოპიტები გააცნო ადამიანს, როგორ სიყვარული გაქვს ღმერთთან და შენი სიყვარულზე დაგველაპარაკე. ეგ არ გველაპარაკებოდა სიყვარულზე. როგორ უყვარს მას ღმერთი, რა გაუკეთა მას ცხოვრებაში და ბიბლიის ხელში, ბიბლიის ღმერთის შეყვარება. მისი ქადაგება ღმერთის გაცნობა შეყვარება კი არ არის. ეს არის კრიტიკული მიმოხილვა იმ მდგომარეობას, რაც საქართველოში ხდება. კერძოდ, უღდლებისა. აი უღდლები თურმე ასე რიტუალებშია ეს. აღარ ეგეც რიტუალში არ არის. გაიხადე, გამოდი რა, მართლმადიდებელი ხარ, ესე იგი რიტუალის შემსწრობელი ხარ. თუ მართლმადიდებელი ხარ, როგორ შეიძლება არ იყო რიტუალში? მართლმადიდებლობა ნიშნავს მეგობრებო, მას რიტუალი უნდა შეასრულო. გასაკრიტიკებელია მართლმადიდებლობა, რომელიც რიტუალს არ ასრულებს. ტყუილ არა გაზარმაცებული ხარ? რიტუალი, იქ წადი მონათლე, დამთავრდა. თუ მართლმადიდებლობას უარყოფ, გამოდი, რიტუალები გადა, უკვე ახალი ხარ. უკვე იწყება ევანგელიზაცია. მართლმადიდებლობიდან გამოსული, წინწასული ადამიანი ავრცელებს იესო ქრისტეს სიყვარულს და თვითონ პროფესიად რჩება ის, რაც შეუძლია. ლაფატკის მომშავე, მეთევზე, ინჟინერი. თავისუფალ დროს ამას ლაპარაკობს თავის ახლობელ წრეში. ეს რა პროფესიათა მომევლენი აქა მართლმადიდებელი მღვდელი. განმანათლებულ მუშაობას ეწევი. სხვებმა ლაპარაკი არიციან ეს ქაქანებს. ხო, გადახედეთ, პოლიტექნიკური ინსტიტუტი დამთავრდა, იქ ვერაფერი ვერ გააკეთა, გამოთვლი. დღეს საქართველოს გამოთვლით ტექნიკაში სპეციალისტი უფრო ჭირდება, კომპიუტერები, ვიდრე მღვდლის ბოდვები. წადი რა, იქ გააკეთე კომპიუტერებში და იმაში შედი. რატომ მიატოვე ისა? ესე იგი, სპეციალობა არჩეული არ იყო ისე დონეზე. მან ეს არ იცის. და გადმოჭდა ადვილია ესე. და ქადაგება რო დაახეთ. და რას ქადაგებ? სტანდარტიო და ეს თუმცა ქადაგებას არ ღვთებ ეს სიტყვაო. მე ეს ხო დაგმოდა. ამავე დროს ინგლისური სიტყვაც იხმარა. ტრეინინგი. ეს რა დაუგმია? ნახეთ ტვინი არეული ქონდა, მინიუანსებს ვაკვირდებოდი. სააკაშვილი ხო იცი, ესეთ თავრობა არ გაახარებენ არავის თუ ძალიან ესეთი მკვეთრი ისახარ რადიკალი ტყავს გაგაძრობენ. სამსახურში უნდა იდგე. ოპოზიციონერებიც კი ბევრი სამსახურში ჩაიყენა სააკაშვილმა და დააპურა. გაჩერდნენ ყველაფერი რიგზია. ეს აწყობს ახლა სამღვდელოებიშიც უნდა ყავდეს ერთი თავისი არის ეს არიძახის პირდაპირ, მაგრამ ძალიან ადვილი გამოსაცნობია, რომელი პოლიტიკური სისტემის წისქვილს აცხამს წყალს. რა თქმა უნდა სააკაშვილისას, თორემ მაგას თქვენ თქმის არ იყოს აუდიტორიას არავინ არ ჩაგაბარებს, არ შეიძლება ეს. იმიტომ რომ დიდი აუდიტორია თუნდაც 50 კაცი და 100 კაცი ეს ძალაა უკვე და შეიძლება ეს აზრები გავიდეს მერე. არა, ეს კარგად არის, მუტებს ცრუ მღვდლებს ვითომ და შეფარვით თან ცოტა ეს თათ კოჟოჟა მართლმადიდებელი არ არის თავისი აზრებით. რაც არის იმ ეკლესიაში, ესეთი არ არის ეგ. ეკუმენისტური რაღაც გადახრები უფრო აქვს მას და ცოტა ევანგელისტური ისენიცაც მიპარმოპარული და უნდა რომ სააკაშვილმა ისეთი ტიპი თუ გააგზელებს სააკაშვილი გითხან ყოფნას მათ აღარ აწყობს ისეთი შიოლაშვილი გვერდზე ყავდეს ესეთი პიროვნება და უნდა ისეთი პატრიარქი მოვიდეს რომ რაღაცნაირად ფსიქოლოგიაში მოჯდეს პრეზიდენტთან განხეთქილება რო არ იყოს შეერწყას რა ამ საზოგადოებრივ ურთიერთობებს რაც არის მან საქართველოში ხომ ეხლა მაინც ანტაგონიზმი არის და უბრალოდ ჩაჩტული არის ეს თორე ისე მართლმადიდებლობასა და მთავრობას შორის ანტაგონიზმია როგორც კი მოვა ისეთი პიროვნება უკვე პირდაპირ მთავრობას გაამართლებს და გააძლიერებს, გააправებს თუ შეიძლება ასე ითქვას. ჯერჯერობით მართლმადიდებლობა შიოლაშვილის სახით არ აправებს, უბრალოდ ვერბალურად არ აправებს, ისე მოქმედებებით მიიღებს, გადაეხვევა რაღაც და საბოლოოდ ხალხში არის ისეთი აზრი, რომ თითქოს აშინებენ შიოლაშვილს და ზეწოლას ახდენენ. ეს იცის სააკაშვილის მთავრობამ და უნდა რომ ისეთი პიროვნება მოვიდეს ახლა იქ რომ მთლიანად ესენი უკვე იყვნენ გულახდილები და გულწრფელები ურთიერთობაში.
აი ამას ერთ-ერთი დამწყები ეგ პიროვნება არის. ეს სააკაშვილის კაცია. მოდი ვთქვათ, სააკაშვილის მყუდელი ეს. ის ამას არავინ არ გააჭაჭანებს მან და არ ალაპარაკებს და აქედანაც აქვს ეკონომიკური ბლაგო, როგორც იტყვიან, როგორც სასწავლებელს რო ბიზნესი არის, იმას აშენებს და თელი ამბები არის. ელემენტარული რაღაც აუცილებელი პირობები ადამიანს უნგრევენ და ეს იმას სკოლა რაღაცა განათლება როგორი შენთვის აშენებ. მე არ მეკითხები მაგას. ესე იგი თუ ჩემიანი არ ახარ, არაფერს არ აგაშენინებენ. ვინ აგაშენინებს რამეს თუ არ ეკუთვნე შენ მას. და ეს ახლა ამას ეს არ იცახის. კითხვები უნდა დაისვას ასეთი. მოკლედ ეს ამ თავრობას იღებს. ერთი. მეორე იღებს შიოლაშვილს. ასე დარბაზში კითხვა არავის არ მოსდის. რა თქმა შენ ახლა მიკებულ-მოყვებული ზოგადი ფრაზები იქ ამოგლიჯე ნიჩე თან დარბაზში არავინ ნიჩე არ იცის, ვინც ნიჩე იცის ამ სულებს არ მოусმენს. ვინც ნიჩე იცის, ასეთი ამაგას არ დაუჭდება. პრაფანებთან ახლა ნიჩე ახსენე ცოტა გულშემაწუხებელია. ამჟღავნებ შენ იმეს ვითომ ხა ხეიბრებში და კოჭლებში რომ თავს გამოიჩენ, ეს არაფერი ის არ არის. ინტელექტუალურად ხეიბარი მას აუდიტორია ყავს. ხო, სოფელო ხალხი უზის მათ. და ეთყობა კიდევაც მას. ის მიმოხილვა რაც გააკეთა მართლმადიდებლურ შუქზე და არაბიბლიურ შუქზე პროცესებისა. ეს ყველაფერი აწყობს სააკაშვილს. აი კომუნისტები როგორები იყვნენ, რა იყვნენ. ეხლა კაი ცხოვრება არა, მოვიდა კაი ცხოვრება. ის კი არ განიხილა რომ ღმერთისმიერ იყო ეგ ხალხი, როგორც დამსჯელი. ესე იგი არასწორი ქრისტიანული მიდიოდა, რომ ეს მართლმადიდებლობა არ არის ქრისტიანობა. ეს არ უთქვია მას. რომ მართლმადიდებლობა არ არის ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან. მართლმადიდებელი არ არის არავინ, არც ამერიკა, არც საფრანგეთი, არც ინგლისი, არც ბელგია, ხო, არც კანადა, არც ავსტრალია, არც ჩამოგითვლით უამრავს. მართლმადიდებლები არის რუსები და ქართველები. ბიჭო, კითხვა მაინტერესებს, რატომ არის მართლმადიდებელი რუსი და ქართველი? და ყველა დანარჩენები რატომ არ არის მართლმადიდებელი? თუ თქვენ სწორგზაზე ადგიხართ, იმიტომ რომ ყველაზე ჭკვიანი ხალხი დასავლეთშია და ამ ჭკვიან ხალხს დაღუპავ უნდა? თქვენ მიხვდით მანდამაინც რომ ეს არის სწორი. და თუ მიხვდით რომ სწორია, აი ღმერთთან ურთიერთობამ თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა რატო არ გააჯანსაღა და აი ვინც არასწორზე არის, აი იმათ კეთილდღეობას მატერიალურს რატო შემოგაქვთ საქართველოში. ნახეთ რამდენი წინააღმდეგობაა. არავინ არ არის მართლმადიდებელი არც ამ კონტინენტზე, არც ევროპაში. ევროპაში არავინ არ არის მართლმადიდებელი, ხო იცით? სერბია ჩავთვალოთ რა, ერთიო ბულგარეთი. სხვა არავინ არ არის ევროპაში. დასავლეთი ევროპა მართლმადიდებელი არავინ არ არის. მართლმადიდებლობა არის აღმოსავლეთი. აღმოსავლეთი ევროპის რაღაც ორი ისა, აქეთ საბერძნეთი ეს აღმოსავლეთი ევროპაა საბერძნეთი უკედურესი და ეთყობა კიდევაც და არის ქართველი და რუსი. იგივე უკრაინელია რაღაცა ნახევარი და ჭხუბი აქვს. ბელორუსიაც მიატყებეთ მაგათ. დამთავრდა ამ სივრცეშია, საბჭოურ სივრცეშია უფრო. ხო უნდა დასვა კითხვა, რომ თუ ღმერთი არის სიკეთე, კეთილდღეობა და ის შენთან არის, ხო უნდა აგავსოს. მდიდარ მამასთან შვილი კარგად გრძნობს თავს, უზრუნველყოფილია ყველაფრით. ღარიბთან არაფერი არ აქვს. ასევე ღმერთი თუ კონტაქტობ და იგი ჭკვიანია, მდიდარია, არაფერს თუ არ გაძლევს, ესე იგი შენზეა რაღაცა დამოკიდებული, ხო, არა გაქვს ურთიერთობა მასთან. აი ეკონომიკურადაც შემიძლია აი ესეთი კითხვები დაუსვათ. გავხლათოთ სისულელეებში. რა გახდა ეს მართლმადიდებლობა კაცო? მერე საერთოდ ევროპა მისაღებია შენთვის. თუ იტყვის რომ არ არის მისაღები, აი ესე მანქანა რატო გაქვს ევროპული? ხო, თუ გავყვებით მართლმადიდებლები, იმიტომ მართლმადიდებელი წარმართი არის, მაშინ ეს მანქანა დამღუპელია შენთვის. იმიტომ რომ ფუიეშმაკის გაგებიდან არის მანქანა გაკეთებული. რატო ზიხარ მაგაზე? იარე ფეხით, ვირით, ცხენით. რადგან ფირმა მანქანები? რადგან ეს ფირმა რემონტები? ეს ხომ ისეთი ხალხის მიერ არის გაკეთებული, ვინც რაღაც და ის ნივთებს თავისი გავლენა აქვს, ხომ? მინდა ესენი ძალიან აფასებენ ნივთებს. წმინდა ნივთები გამოცხადებული, წმინდა და არაწმინდა. ხომ? ქართულ მართლმადიდებლობაში. მაშინ გავავრცელოთ ეს ლოგიკა, ანუ ბოლომდე. არის დასავლეთში უწმინდური ნივთები. იმიტომ რომ იქ არ არის მართლმადიდებლობა. აი ეს უწმინდური ნივთები რატომ მოგაქვს სახში? არა ირეკლება შენზე? გადაყარեցენი. რატომ არა ხარ თანამიმდევრული შენი მსოფლმხედველობა და ლოგიკა და ყოფა. დასავლეთი სუნთლიანად თანამიმდევრულია. როგორც აქვს მსოფლმხედველობა, ისეთი აქვს გარემო ცხოვრება ყველაფერი. ის არ არის წინააღმდეგობებით სავსე. ის არ საზდობს ქართული ტექნიკით, რუსული მართლმადიდებლური ყოფა ცხოვრებით დასავლეთი არ სარგებლობს. პირიქით, დასავლური ყოფა ცხოვრებით სარგებლობს მართლმადიდებლები. დასავლური ენით სარგებლობს მართლმადიდებელი. მაგრამ დასავლეთი მართლმადიდებლური ენით არ სარგებლობს არც რუსულით, არც ქართულით, არც სერბიულით. ამაზე მეტი კითხვები არ ვერ გავიგე, მეტი რა არის. დიდი უნდა გაჯიქთეს კაცი და მოუშვინოს, ხო? აღიარე რა, რაღაცა დასვი რა კითხვები, კაცო რა, სადღაც პრობლემა არის და ამას მიგნება.
ძალიან ადვილია კაცო. როზი ხარ და ქადაგებ, რას ქადაგებ, გაგებაში არა ხარ. მართლმადიდებელი ისეთივე მიუღებელი ცნება არის და რეალობა არის დღეს ქართულ სივრცეში, როგორც კომუნისტობა იყო თავის დროზე. კომუნისტობა ხომ გავიდა ბოლოში ის რომ ყველამ აღიარა რომ ეს მიუღებელია. თითქმის ყველამ უკვე. შევარდნაძემაც კი. როდის მოვა ის დრო რომ ქართველი ერი იტყვის და შესაბამისად რუსული ერიც, რუსეთიც რომ მართლმადიდებლობა ეს მიუღებელია. სანამ აქამდე არ მივlen, პრობლემები არ გამოელევათ მათ. ვერასოდეს ეგენ ცხოვრებას ვერ მოაწყობენ. ყოველთვის დაუკმაყოფილი იქნება ეგ ქვეყანა. არასოდეს მათ გაჭირვება არ გამოელევათ და ვერანაირი მთავრობა მაგ ქვეყანას ვერ გამოასწორებს, ვერც რუსეთს, ვერც საქართველოს. ჯერჯერობით მთელი ისტორიის მანძილზე ესია. რატომ არ იქნება მე? ჩემი ახირება ხომ არ არის. რა 19 საუკუნე არ იყო მართლმადიდებელი ქართველი? ვერ გამოელია მტერი. მთელი 19 საუკუნე მტერი ყავდა მას. ახლა კი ეკონომიკური შიდა მტერი გაუჩნდა. დამაფიქრებელი არის, ასევე რუსი. თუ გარეშე მტერი არ ყავდა ისეთი მოძალებით, როგორც ჩვენ საქართველოს ყავდა, სამაგროდ სიღატაკე რუსეთს არასოდეს არ მოშორებია. ეს იყო ყოვლად ღატაკი ქვეყანა, უმდიდრესი რესურსებით ღატაკი ქვეყანა. ამაზე დიდი ტრაგედია რა არის, ხახნო. ჩაგაბარონ მდიდარი რესურსებით ქვეყანა და ღატაკი იყოს ხალხი. სოფლიოში ნომერ პირველი სიმდიდრით რესურსები რუსეთია. ყველაზე ღატაკია რა. პროპორციულად ესე იგი, ასეთი დონის რესურსებს არ ფლობს არავინ. ევროპაში არავის არ აქვს. ესე იგი, მაგ მთელი რიგი ევროპულ ქვეყნებს მართლა არაფერი არ აქვს. არავითარი რესურსები და როგორი კეთილდღეობაა. ესე იგი, რა გონიერი ხალხი ცხოვრობს იქ, რომ სხვის იმას სარგებლობენ. აი, ისე გონივრულად მიუდგენ რუსეთს, გაზი რუსეთიდან ტკბილად შედის იქა. ისეთნაირად. აი პოლიტიკა. ჭკვიანი ხალხია ის და ჭკუას ღმერთი იძლევა. ესე იგი, ევროპელები თავის დროზე ღმერთთან უფრო ესენი იყვნენ. ესენი არ ვიცი სადვისთან არიან, ესენი სატანასთან არიან. გაღატაკებულია რუსეთი კაცო. გადახედეთ ურალს იქით, საერთოდ არა სიღატაკია. მოსკოვი და პეტერბურგია ხო? ხომ არ გონიათ რამე არის მათ? და რა დასანანია რომ ასეთი მდიდარი ქვეყანა თავის ხე, ტყე, ლითონებით, ყველაფრით. გაზი, ნავთობი, ამოუწურავი ნავთობი, ამოუწურავი გაზი. ანუ რატომ ხაც ეგ არის რა? რატომ ხარ ასეთი ღარიბი? გასაოცარი არ არის? აი რატომ არის დასავლეთი როგორ უყურებს მაგას რა? ამიტომ დასავლეთი ყველა ვარიანტში დაიპყრობდა მაგ ტერიტორიას, ხელი როა იყო დემოკრატიის გავრცელებაზე და ქრისტიანობას გაყოლოდა. თვითონ ღმერთი ჩააბარებდა მაგ ტერიტორიას 100%-ით ჯერა ბიბლია ამას მეუნება, როგორც ისრაელს ჩააბარა უმიწაწყლო ერს, დამონებულ ერს 400 წელი მონავაში გაზდილს ჩააბარა გამზადებული ქვეყანა რომ მომზადა სხვამ. იქ სადაც წარმართობა იყო. გავრცელებული და უამრავი ტომები ერთმანეთს ებრძოდნენ. აი ეს ტერიტორია ჩააბარა ისრაელ ერს და დააშორა მაშინ როცა თვითონ ისრაელიერი ისე გაამაყდა რომ ღმერთს მოშორდა. ეს გაკვეთილია მეგობრებო, გაკვეთილი იმის გაკვეთილია, ეს ყველა დროისთვის არის მისაღები. ეს არ ცვდება, ჭეშმარიტებები არ ცვდება. ამიტომ ჯერა რომ დასავლეთმა უკან დაიხია ღმერთთან, ისე მაგ ტერიტორიას არ მოგცემს პირიქით, ყოველთვის რუსეთი დამსჯელი იქნება დასავლეთისთვის ჭკუის მოსაგებლად და ნახეთ გას გაძლიერებული დასავლეთი. ღმერთს თავისი ამოცანა აქვს. რატომ არ ანგრევს რუსეთს? სჭირდება რუსეთი. ვისთვის? აი ურჩიშვილი ჩემთან იყო, გამიჯიუტდა. რუსი ჩემთან არ იყო და ამას მე გამოვიყენებ. შენთვის დასაჯელად, შენ ჭკვიანი შვილი, იმის ჭკვიანი შვილია რომ ურჩობს. მე გონებაზე მოეგება როგორც გერმანელები მოეკენენ. და გერმანელების უბედურება ხო ეჭდროდის დაიწყო? მე-19 საუკუნეში. შემოიყარა ჯონჯოლივით ლიბერალი თეოლოგები და ღმერთს დააშორეს ევროპა. პირველი სოფლიო ომი მაგი იწყებს, მეორეს ეგ იწყებს. ერთმაც დაღუპა გერმანია, მეორემაც. ჭკუაც ისწავლეს, ხო? ნელ-ნელა უკვე იმას აქნეს და აფიქრდნენ და მოუბრუნდნენ. ჭკვიანი შვილი ამით განსხვავდება სულელისაგან. დარტყმას ჭკვიანი შვილი იმავე წუთში ჩააფიქრებს და მოინანიებს. სულელი არა. ისევ გარეთ აბრალებს იმას, იმის ბრალი იყო. ქართველი ყოველთვის სულელი შვილის როლში იყო. ყოველთვის აბრალებდა სხვას, მუსულმანებს და გამარჯვებას მიიწერდა თვითონ. ჩვენა ვართ, მაგრამ ერთზე 100 მოდიოდა, მაგრამ ამინ ერთით მოდის და გზადაგზა უკვე თან ქართველებს სხვა ფაზაში გადავიდნენ. ეხლა განადგურების სხვა ფორმაა საქართველოში. მთლიანად მიდის ფსიქოლოგიის დაკუცმაცება, ცინიზმი, ეკონომიკური გაჭირვება, თან კომფორტი, ეს დაჯახებები მიდის. ერი მთლიანად არის გახლეჩილი, გადაპანწალებულია ყველა, ოჯახები მინგრეულ-მონგრეული არის. ქალებმა გაცვალეს როლები და ნახეთ, პაპიროზის გულისთვის ცოს დაშორდა.
ბიბლიაში ეგეთი რამე წერია? თუ შენ ღმერთი გიყვარს ის ცოლი, პაპიროსაც გადააგდებს, ყველასაც მე არასოდეს პროპაგანდა არ გამიწევია არავისთვის არ მოწიოთო. არასოდეს. სულ ყველამ ჩემი შეხვედრის მერე პაპიროს თვითონ დაანებეს თავი. არასოდეს არ მithქვია მე დაანებეთ ამას თავი. მე მაინც მიგიღებ ასე მეთქი. პაპიროს ეწეოდა ცოლი. დაიტოვე რა სახში. და იქნებ ამან იმოქმედოს. შენ კონფლიქტში შეხვედი ცოლთან ხოლმე პაპიროს ეწევა? მთელი საქართველო პაპიროს ეწევა. და ვინც მრევლი უზის, იქ არავინ არ ეწევა პაპიროს? მარტო საქართველოში თავის ცოლი თუ ეწეოდა გასაგებია. სულ ყველა პაპიროს ეწევა. და ყველას უჯანყდება ეგა? მაშინ უნდა შეასრულოს და არავისთან არ უნდა დაждდეს ქალთან, ვინც პაპიროს ეწევა. წინააღმდეგობებით არის სავზე ჩვენი გიგანაძე, იმიტომ რომ მასში დიალექტიკური მატერიალური ლოგიკა არის, მარქსიზმი, ლენინიზმი, ჰეგელიანიზმი. ეს არის წითელი ეთიკა და წითელი ლოგიკა შავში მოვლენილი. ამ რა უნდა შეცვალოს, არ გამაგიშოთ რა. ეს გაამაგრებს ამ წყობას, რომელიც წყობაშიც ახლა აქიდან ბლაგუ აქვს, ცხოვრობს, გრიალებს, ცოლი მოწყინდა, გაუშვა მიზეზის გამო, მოწყინდა ახლა რა ცოლი 50 წლის ასაკი კომპლექსი ქონდა რაღაცა, შვილები დაყარა, დამთავრდა. ხო, ამზადებს ერთს მღვდლად, მეორეც მღვდლად. ეს არის ამის ამბავი რა. ამა რა ღმერთი, რის ღმერთი, ღმერთთან თუ მივიდა ადამიანი, ბიჭო, გახდე რა ჩოვლებრივი რა, რა თმინდა რაღაცა ვინ მოგავლინე ახლა შენ მეცნიერ მუშაკად თეოლოგიაში. და რა იცირო? და თუ ამდენი გაიგე, ის ვერ გაიგე რომ მართლმადიდებლობა მიუღებელია და ეს არ არის ქრისტიანობა. თუ თეოლოგიას ჩაუჯდა თელ ისტორიას, ეკლესიას, ის მაინც ვერ მიხვდი რომ ეს სისულელია. არა, ზიხარ ამაში, ესე იგი გაწყობს შენი ყოფიერების გამტკიცებისათვის ეს მსოფლმხედველობა უფრო ვარგისიანია. და რომ შეიცვალოს ესა, შენი ყოფიერება შეიძლება კონკურენტი გაუჩნდეს უფრო ძლიერი ხალხი შემოვიდეს. შენ გაგწევენ გვერდზე და ამას არ უნდა რიგითი ადამიანად ყოფნა. ამას არ უნდა იყოს რიგითი მუშა. ამაში ჩანს მისი არა ქრისტიანობა.